თითქმის 4 წლიანი ომის განმავლობაში რუსეთის მუდმივი თავდასხმების მოგერიებით დაღლილი და დაქანცული უკრაინელი ჯარისკაცები ამბობენ, რომ მათი მთავარი мотиваცია სამშობლოა. მაგრამ როცა მომლაპარაკებლები ცდილობენ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას, პარალელურად ჯარისკაცები თვლიან, რომ რუსეთს კვლავ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი უკრაინის ბოლომდე დაპყრობა, ან ახლა, ან რამდენიმე წელიწადში მაინც. მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, როგორიცაა უკრაინის ნატოში გაწევრება, ჯარისკაცები და სამხედრო ანალიტიკოსები თვლიან, რომ რუსების შეჭრა მათ ტერიტორიებზე ახალი ჯარებითა და აღჭურვილობით გარდაუვალია. რუსეთთან სამშვიდობო გეგმა არ იმუშავებს, მათ ამჟამად მშვიდობა არ სჭირდებათ. როგორც ჩანს, მათ სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელის მოწერა არ სურთ. რუსეთს მხოლოდ ხოცვა ჟლეტა სურს. ამ ეტაპზე უკრაინის შეიარაღებული ძალები კედელი ამ ზომბებსა, ასე ვუწოდებ, მე რუს ჯარისკაცებს და უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას შორის. უკრაინის შეიარაღებული ძალები ახლა მთავარი ბარიერია უკრაინელების მშვიდობიან სამოქალაქო ცხოვრებასა და ჩვენს ცუდ მეზობელს შორის. უკრაინელი ჯარისკაცების თქმით, კიევმა უნდა შეინარჩუნოს საკმაოდ დიდი სამხედრო ძალა, რათა დაიცვას თითქმის 1250 კილომეტრის სიგრძის ფრონტის ხაზი. ჩვენი მიმართულებით სიტუაცია მეტნაკლებად სტაბილურია. ტერი ცდილობს, რომ ჩვენი პოზიციები შტურმით აიღოს. ისინი ძირითადად ჩვენში სუსტი რგოლების მოძებნას ცდილობენ, თუმცა ჩვენ ამას დროულად ვამჩნევთ და მათ ვანადგურებთ. ტერს ძალიან დიდი უპირატესობა აქვს ადამიანურ რესურსებში, მაგრამ ბოლო თვის განმავლობაში ჩვენ გავანადგურეთ არა 10-ჯერ მეტი მტერი, ვიდრე დანაკარგები გქონდა, არამედ შესაძლოა 20-ჯერ ან 30-ჯერ მეტიც კი. ჩვენ არ შეგვიძლია წინსვლა, რადგან არ გვყავს საკმარისი ხალხი, მაგრამ ხაზს, რომელსაც ახლა ვიკავებთ, საკმაოდ თავდაჯერებულად ვიცავთ და ჯერა რომ ამის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შეგვიძლია. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ბრძოლა არ შეწყდება, თუ უკრაინა არ გაიყვანს ჯარებს დონეცკის, ლუგანსკის, ზაპორიჟიისა და ხერსონის რეგიონებიდან, 4 პროვინციიდან, რომელთა უკანონო ანექსირება მოსკოვმა 2022 წლის სექტემბერში მოახდინა. ამ მომენტისთვის რუსული ჯარები ზაპორიჟიისა და ხერსონის მხოლოდ ნახევარს და დონეცკის 2/3-ს იკავებენ. ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის სამშვიდობო გეგმის პროექტი ითვალისწინებდა უკრაინის არმიის შეზღუდვას და კიევის ძალების დონეცკის რეგიონის დანარჩენი ნაწილიდან გაყვანას. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შემდგომში ამ გეგმის გადამუშავებული ვერსია შესაძლებელი იყოს, თუმცა ჯერჯერობით მაინც გაურკვეველია, თუ რა იქნება საბოლოო დოკუმენტში.